მოიმზადე, გუშინ ვირთხებმა მოგვიწყეს გოგოების ფართი. ხო, თავიდან გაოცებულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მოგვეწონა. მაგრამ არსებობს, ბაყაყები გაგვიბრაზდნენ და ახლა გაგვებუდნენ. გოგოებო, გამარჯობა. ბიჭებო, ნუ გვეხუტებით და ნუ გვეფლირტავებით. რომეო, შანსი არ გაქვს. რა კარგად გგრძნობ თავს რომ არ მეხუტებიან? გოგოებო, მგონი გომბეშებს რაღაც ეწინათ, შეხედეთ როგორ გვიყურებენ. არ გიყურებთ. პიცა გოგოების მოხიტოს ფულს ჩვენ გადავიხდით. ხო, დაგვპატიჟებთ. ბიჭებო, მადლობა, მაგრამ შეგვიძლია ჩვენით გადავიხადოთ. ნოსია შანსი მართლა არ მაქვს. ბავშვებო, მოგესალმებით. თქვენთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს. ბიჭებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. ოპა, მაგარია. რა ამბავი მასაუბელო მაი. რადგან მთავრდება ახლა დასვენება, ვერ ვიფიქრებდით რომ ახლები გვეყოლებოდნენ. მაგრამ ყავს. ჩვენთან მოდიან 3 ახალი გოგონა. ხო, სპორტულები არიან, ამიტომ გოგოებო, ფრთხილად თქვენ შეყვარებულებთან. ვა, მართლა მაგარი ამბავია. ეს რას ნიშნავს? კალათბურთელებო, გაოცებული ვარ, 2 წუთის წინ გვეხუტებოდით და ახლა ეს გიხარიათ? აი თქვენი ნამდვილი სიყვარული თურმე. კარგი გოგოებო, არ იდარდოთ, ჩვენ ხო მაგარი შეყვარებულები ყავს, წავიდეთ. გოგოებო, ჩემგან მომაიც გაგიხარდეთ, იქნებ საბოლოოდ შევხვდით ჩემთვის ვინმე სპორტულ გოგოს. გვიხარია მასკოტ. ხუმრობთ, მთელი ზაფხული ველოდებოდით ახალ ბიჭებს. და ახლა ვინც მოდიან არიან გოგოები? თან სპორტულები არიანო, აქ არაფერი ესაქმებათ. პროვასტი შენი ხელი ჩემს მხარზე. ჯული, ასეთი რაღაცების გამო ნერვულობას უნდა იწყებ. ჩემთვის ერთადერთი გოგო ხარ. ჯიჯი, ხო იცი, მიყვარხარ. რაიან, მითხარი, გოგოები რატომ მოდიან? ჩემთვის უფრო ადვილია რომ ბიჭებთან ვიკომუნიკაციო. ჯიჯი, არ ნერვულო, ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. ტომას, რა? გიხარია რომ ახლები მოდიან გოგოები? არა. კარგი ბავშვებო, მოდით ახლა ყველამ დავალაგოთ ეს სახლი, სანამ გოგოები მოვლენ. ხო, იმიტომ რომ ნახონ როგორი დისციპლინით ცხოვრობთ ამ სპორტულმა გოგოებმა. ლამაზები და ჭკვიანები. მეგობრებო, ვინმე სხვა გინდათ რა ოთახი დამილაგოთ, ფულსაც გადაგიხდით, ძალიან დასრული მაქვს. დინმა, შენ აქ არაფერი გესაქმება, წადი და გაწმინდა შენი ოთახი. აბა, ხო გაიგონეთ რა ვთქვი, რა არის თქვენი პასუხი? აბა, კი, დავალაგებთ. გოგოებო, სხვათა შორის ეს ახალი ამბავი არ მომეწონა. ახლები 3 გოგო, თან სპორტსმენები. იმედი მაქვს ჩერლიდერები არ არიან. თუ ჩერლიდერები არიან, მაშინ ჰაკედან წავალ. ეს ახალ კლიენტებს და ახალ შეკვეთებს ნიშნავს. ხურდას დაგვიტოვებენ. გოგოებო, ისევ არ გინდათ რომ შეგვირიგდეთ. ხო, ჯერ ისევ დრო გაქვთ, სანამ ახალი გოგოები მოსულან. და თქვენი აზრით მათ ვინ მოეწონებათ? რა თქმა უნდა, ყველაზე მაგრები. ბიჭებო, ჩავარდით. რომეო მართალია. მეგობრებო, მეც აკვარ ხوار და გავიცლოთ. უკვე ვუთხარ ჩერლიდერებს რომ შეიძლება ჩემი ერთადერთი ვიპოვო. ხო. აბა ბიჭებო, სხვათა შორის მასკოტი ძალიან სიმპათიურია, ამიტომ დაწყნარდით. თქვენ რატომ გგონიათ რომ ყველაზე სიმპათიურები თქვენ ხართ? არასდროს არ მომწონდით. გოგოები, რატომღაც მოიწყინეს? გოგოებო, რა თქვით? არაფერი მასწავლებელ მაიკ. ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ დღევანდელი გეგმები, ამიტომ წადით და დაალაგეთ. ბანი, ბაყაყებო და კალათბურთელებო, რამე მოიფიქრეთ. მასწავლებელ მაიკ, ახლებისთვის წვალებას მოვაწყობთ. ხო, კარგი იდეაა. ბანი, გავიაროთ. რა თქმა უნდა, ბაყაყებო. გოგოებო, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, ხო გაიგონეთ რაც თქვა. ისე ეგვირთხებმა თქვენს მასწავლებელმა არა და მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კარგი, რეპეტიცია გვექნება დაახლოებით 1 საათში, კალათბურთელებო და ბაყაყებო, არ დააგვიანოთ. წავიდით ვისაუბროთ. ჯანდაბა, ახლები აქ რატომ მოდიან? ბიჭებო, ხო შევამჩიეთ? კი, შევამჩიეთ. ჩვენზე იაჭვიანის. ხო, იმიტომ რომ კიდევ უყვარვართ. აი, 3 მილკშეიკი გააკეთე, ორმაგები. კარგი, ორმაგი შოკოლადის გინდათ? ძალიან გემრიელია. ისა თუ იძახის, მაშინ კი, ეგ გვინდა. აბა ჩერლიდერებო, გააკეთებთ? შეგვიძლია გენდოთ? ნერვიულობთ, ძალიან მაგარი იქნება. გოგოებო, არ გინდათ რომ ჩემი ოთახი დაალაგოთ? დინა, შენით უნდა გააკეთო ყველაფერი. კარგი. აბა გოგოებო, რას ფიქრობთ? აუ, არ ვიცი, მაგრამ რაღაც სუდად მომხვდა ეს ახალი ამბავი, განსაკუთრებით მე. შენ რატომ შეყვარებული არ წყავს? გოგოებო, ამას შეხედეთ, ჩემს მანქანას რა დაემართა, უნდა დავვარცხნო აუცილებლად. და საერთოდ ვინ არიან ეს გოგოები და რა იმედია ჩვენ არ შეგვაჯიბრებიან? გოგოებო, საუკეთესოები ხართ. მასკოტი არაფერს ნიშნავს, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც შენზე მაგარია. ბანი, ხომ გახსოვთ რეპეტიცია? გვახსოვს, გვახსოვს. კარგი, 1 საათში შევხვდებით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაგრები არიან, ჩვენაირი მანქანა ვერ ეყოლებათ. მოიცა, მანქანის დრამა, ხო? არა, მასკოტ, რა სისულელე, უბრალოდ, როდესაც ახლები მოდიან, ხო, არ ვიცით, როგორ უნდა ვისაუბროთ. ხო, არ ვიცით, კეთილები არიან თუ არა. ები, დიმაზე ნერვიულობ, შენგან არ იმსახურებს. ეგ საიდან ვიცი? მე არასდროს მიგატოვებდი.
უი, ბანი, გოგოებო, რა კარგია დღეს რომ მოხვედით, თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. ები, არ გინდა რომ მე დაგეხმარო. არა, და ნუ მეკრობი, როგორც ტყლარწი. პატრიკ, შეხედე, ეს ტრენერიები არ არის. გამარჯობა ტრენეროები. ეს მისი ახალი შეყვარებულია. არა, უბრალოდ ესეთია. გოგოებო, დაგელოდოთ დღეს? მერი, გამარჯობა. ჰეი, ეს რა იყო? წაღან მე მეხუტებოდი. მწვრთნელოები, ვარჯიშის შემდეგ მოვალთ თქვენთან. ბევრი რაღაც უნდა გითხრათ. გონი მწვრთნელიები უნდა დაბრუნდეს, არა? ხო, იმიტომ რომ 3 გოგო მოვა და მის დახმარება დაგჭირდება. გოგოებო, ამაზე არ ინერვიულოთ, ნახავთ, ერთ-ერთი შეყვარებული გავხდები და მე თქვენს ყველას დავუმეგობრდებით. ყველაფერი კარგად იქნება. მასკოტ, ახალ შეყვარებულს თუ იპოვი, შენ გამო ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იმედი მაქვს ეგრე იქნება. პატრიკ, ტელეფონზე უკვე ვილაპარაკე, ახლა ჩემი ჯერია. არა, ჯერ ბრაუსთან თამაში არ დამიმთავრებია. უკვე ხო ითამაშე. რაიან წადი, მე და პატრიკი ახალ ჩაფხუზე ვთამაშობთ. ხო და ჩაფხუდი ჩემი იქნება. მეგობრებო, 3 წუთი გაქვთ. ახლა თომას და ვერეკავ და ისევ დაბრუნდები და ვითამაშებ. პატრიკ, კიდევ ერთი ქულა და ჩაფხუდი ჩემი იქნება. არა, წარმოიდგინეთ, გუშინ მეგონა რომ ხელს მთხოვდა და მან სინამდვილეში რა გააკეთა. აუ, არ შემიძლია ზომბი გოგოთ ყოფნა. იმ სახლში ყველა უცნაურია, ჩერლიდერების გარდა. ხო, ძალიან ცუდი ბიჭები არიან, ჩვენ მაგრები ვართ. ები, ჩემთან ერთად იყავ. უთხარი რომ საუკეთესო წყვილი ვართ. არა, ზუპ, უკეთესი იმსახურებ. სულ შენ უფროსდას მოусმინე. ხო, ვიცი, ძლიერი და ჩამოყალიბებული შეყვარებული მჭირდება. აუ, ეს დათუნია, მომეცით რა, ძალიან რბილია. გინდა ეს დათვი დაიჭირე. აუ, ნახეთ რა საყვარელია. მომისმინეთ, სკოლა 3 კვირაში იწყება და ვინმეს ფოსტა ხორში გიმოწმებიათ. იქნებ მოვიდა უკვე ჩვენი მიღების წერილი. ხო, მართალია. ახლავე შევამოწმებ. აი, ები, ხო ხედავ, სკოლაში მივდივარ. იქ ვინმე გოგო შემიყვარდება და შენ ყურადღება საერთოდ აღარ მოგაქცევ. ზუპ, ძალიან გამიხარდება. სალინ, აბა რა ხდება, არის რამე. მივიღეთ წერილი თუ არა? არ მგონია თქვენ ბაჭიები სკოლაში მიგიხონ. იქ ყველაფერი სერიოზულად არის. ხოლო დილიტას იხებენ. თქვენ კიდე ზომბები ხართ. ბიჭებო, რას ფიქრობთ, მივიღეთ წერილი? თუ ცარიელი ხელები გაქვს, ესე იგი არაფერი მოსულა. და ძალიან ცუდია. ცდებით, ამ სკოლიდან მივიღეთ წერილი. რა? მიდი დროზე გახსენი. ზუპ, დარწმუნებული ვარ, შენ არ მიგიღეს. კარგი ვხსნი? ნეტავ გაწერია აქ. მოგესალმებით. თქვენ წერილი მივიღეთ და თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ყველანი მიღებული ხართ ბანის სკოლაში. არა. ები, თავს ვეღარ დამოხცევ. თქვენ ბაჭიების შეყვარებულობით ძალიან გაგიმართოთ. ყველაფერი სადეს რო სკოლაში მიიღეთ. ბავშვებო, ეს არის ჩვენი ნაცრისფერი ცხოვრების დასასრული და ახლა ჩვენი ფერადი ცხოვრება იწყება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გაგაგდონ. არა, ები, არ იმუშავებს. მე სკოლაში ყველაზე მაგარი და ჭკვიანი მოსწავლე გავხდები და გოგოები ჩემ გამოიჩხუბებენ. კი, როგორ არა, შენ გამოიჩხუბებენ, როცა მე და ზიბი სკოლაში ვიქნებით. ხო, საკაც მეთახვე, მაგრამ არ დაგავიწყდა, შეყვარებულები ყავს. კოსია, ბედნიერი ხარ? ხო. უბრალოდ წარმოიდგინე მე და შენ ერთი და იმავე სკოლაში. ხო, ერთ კლასში ვიქნებით და ერთი მახსოვს დავსხდებით. რაღაც კარგიც გამოვა აქედან. მოიცადეთ. ები, ახლა ყოველთვის ერთად ვიქნებით. თავი დამანებე. გოგოებო, არაფერს არ დაუდგამთ, უბრალოდ სიმღერას ვიმღერებთ. რა სიმღერას? ახლები მოდიან სკოლაში და რომ მოემზადოთ ამ ახლებისთვის, უნდა დაუდგათ რამე. ხო, პირიქით იქნება. უნდა ვიმღეროთ სიმღერა. უბრალოდ ვიმღერებთ. გოგოებო, და ჩვენ რა გავაკეთოთ? მოვემზადოთ და გავაკვირვოთ ეს ახლები. კარგი, ბაყაყებო, შეიძლება გავიაროთ ახლა? კი, კარგი, მისამღერიდან დავიწყოთ. Музыка играет моя, все уже знают, что я пришла сюда, чтобы сиять. В школе есть новенькая, музыка играет моя, все уже знают, что я пришла сюда, чтобы сиять. В школе есть новенькая. ნახეთ, სიმღერას მღერიან და ჩვენ რა უნდა ვქნათ, სკეჩი გავაკეთოთ რამე? ან იქნებ პოემა წავიკითხოთ? არა, ლუზერები ხომ არ ვართ. გოგოებო, აბა ჰეი ბოი ხომ არ ვიმღეროთ? ხო, მაგრამ კალთბურთელები სად არიან? არ ვიცი, იქნებ გადაწყვეტეს რომ გაეცდინათ. ბაყაყებო, ერთი სიმღერასაც ვიმღერებთ და შემდეგ თქვენია სცენა. კარგი, მალე. გოგოებო, დავიწყეთ. ომიც მინდა სიმღერა. მომისმინე, ჩვენც უნდა ვიმღეროთ. ხო, რამე იმპровизация. Пригласил меня на пати, вышла с дома в Гуччи халате, уложила волосы, хватит, все подруги будто бы Барби. Эй, мой, постой, поиграй с тобой. Почему бежишь, милый мальчик? Мне не нужны твои цацки. Эй, мой, постой, поиграй с тобой. Почему бежишь, милый мальчик? Мне не нужны твои цацки.
არ დაამთავრეთ? კარგი, გოგოებო, არა უშავს ამ სიმღერებს ვიმღერებთ და გაუცდებიან ახლები. ბაყაყებო, თქვენია სცენა. ბლონდი, ტექსტი გჭირდება. გოგოებო, მოდით ვიმღეროთ. მოგესალმებით ახლებო, გვიხარია რომ მოხვედით და ჩვენი მეგობრები იყავით. ხო, კარგი იქნება. გენიოსები ვართ, კარგი გავირეპეტიციოთ ახლა. Yo, მოგესალმებით ახლებო, ძალიან გვიხარია რომ მოხვედით. Yo, ჩვენი მეგობრები იყავით და ძალიან მაგრად გაერთობით. Yo. გოგოებო, ყველა კარგად კი გამოვედით, მაგრამ სამი გამოსვლა არ არის საკმარისი. ხო, ვირთხების შეგუჭამენ. უნდა დავამატოთ მეტი ტექსტი. რას ფიქრობთ, ასეთი ადვილია? თქვენსავით სიმღერა არ გქონდა. ხო, და ეს ამ წამს მოვიფიქრეთ. ამ წამს. ბაყაყებო, მოდით არ ვიჩხუბოთ. გუშინ მეგობრები ვიყავით. ხო, უბრალოდ რჩევას მოგცემთ. გვინდა რომ უკეთესები იყოთ. კიდევ ერთი რაღაც დაამატეთ, სიმღერა იმღერეთ. ხო, და ერთი კუპლეტი. მოიცადე, მოდით ან ვიცეკოთ. Yo, მოგესალმებით ახლებო, ძალიან გვიხარია რომ მოხვედით. Yo, ჩვენი მეგობრები იყავით, ძალიან გაერთობით. Yo, მართლა ძალიან მაგრად გაერთობით. გოგოებო, ესე იგი რეპეტიციოთ. ჩვენც მოგვეცით მიკროფონი, სცენას ჩვენ გავანათებთ. არა, არ დაგვთავრებია. გოგოებო, დაუთმეთ კალათბურთელებს და ამასობაში შეგიძლიათ ახალი რამე მოიფიქროთ კიდევ ერთი. კომბეშვებო, წადით. აბა ბიჭებო, მსად ხართ? 1, 2, 3. ახალი გოგოები, ლამაზი კაბები, შეგვიყვარეთ ჩვენ და საერთოდ ყველას გაგვიცებთ. მაგარია, საშინელება იყო. გოგოებო, ხომ არ ეჭვიანობთ? კარგი, გოგოებო, აქედან წავიდეთ, დამთავრდა ვარჯიში დღეს, აღარ შემიძლია, ნახვამდის. ახალი გოგოები, ლამაზი კაბები, შეგვიყვარეთ ჩვენ და საერთოდ ყველას გაგვიცებთ. კალათბურთელებო, გადმოდით სცენიდან. კომბეშვებო, 2 წამი გვაცადეთ, კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ. ახალი გოგოები, ლამაზი კაბები, შეგვიყვარეთ ჩვენ და საერთოდ ყველას გაგვიცებთ. მე სმაილი ვარ და ყველაზე მაგარი ვარ. ეს რომეოა, ყველაზე ძლიერია და ეს ჩვენი ძმა, ყველაზე სიმპათიური. ვაიმე, ძალიან მალე მოიფიქრეთ. კალათბურთელებო, ჩვენთვისაც მოიფიქრეთ ერთი კუპლეტი რა, გთხოვთ. არა, იყოს თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. ჩვენ უკვე დავასრულეთ. სუსტად ვიცი გოგოებს მოვეწონებით. კარგი, გოგოებო, მოდით ერთი სამჯერ მაინც გავიაროთ, რომ ხვალ გვახსოვდეს ყველაფერი კარგად. Yo, მოგესალმებით ახლებო, ძალიან გვიხარია რომ მოხვედით. Yo, ჩვენი მეგობრები იყავით და ძალიან მაგარ გაერთობით. Yo, მართლა ძალიან მაგარ გაერთობით. აქ რასუნია, მასწავლებელო მაიკ, ნახეთ, ახალი გოგოები მალე მოვლენ და აქ რა ხდება? გონია რომ აქ ღორები ცხოვრობენ. ლეილა, ეს იმიტომ რომ გუშინ გქონდა წვეულება. Яна, მასწავლებელო მაიკ, ბანის უნდა ვუთხრათ ყველაფერი რომ დაალაგონ. არ მეგონა ბაჯიებს ოთახი ასეთი ჭუჭყიანი თუ იქნებოდა, ახლა ვეტყვი რომ დაალაგონ. მოდით ახლა ბაყაყების ოთახი შევამოწმოთ. ხო, დარწმუნებული ვარ, იქ უარესი ხდება. რა უცნაურია, ბაყაყების ოთახი ძალიან სუფთაა. ნახეთ მასწავლებელო მაიკ, რაღაცაც დაუკიდიათ კედელზე. ხო, როგორც ჩანს ყველაფერს ალაგებენ. მასწავლებელო მაიკ, ახლავე შევამოწმებ, მართლა ალაგებენ თუ არა. ლეილა, შეიხედე აბა. საწოლის ქვეშ მტვერია. კარგი, ესე იგი კარგად არწმენდნენ. არა, როგორც ჩანს ლამპა არ გაუწმენდიათ. მასწავლებელო მაიკ, ეს ყველაფერი არ არის, უნდა შევამოწმოთ საპირფარეშოც. ხო, მაგრამ ეს შენ გააკეთე. კარგი. ჩვენი ქარშევოთ. რა ხდება მასწავლებელო მაიკ? გოგოები აქაც ცხოვრობენ. ძალიან უცნაურია, უთხარით რომ ყველაფერი დაალაგონ. ღმერთო ჩემო. აბა ლეილა, როგორც ყოველთვის. ხო, კალათბურთელებო, გვეგონა რომ უკეთეს რაღაცას მოიფიქრებდით, ვიდრე თქვენ სიმღერა. იცით ჩვენ რა მაგარი სიმღერა გვაქვს? ჩვენ დავიწყეთ სიმღერა და მერე თქვენც აგვყევით. მერე რა, იქნებ ჩვენც გვაქვს ნიჭი. კარგად გამოგვივიდა, რეპი გავაკეთეთ. თქვენი პოპ მუსიკისგან განსხვავდება. კარგი ბაყაყებო, მაშინ გააკონტროლეთ თქვენი რეპი და კალათბურთელებო, თქვენი სიმღერა მოკლე ქვედაბოლოებთან დაკავშირებით. მომისმენთ ბაჯიებო, მესმის რომ ახლა ჩვენზე ეჭვიანობთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. ხო, ისეთი მაგარი სიმღერა გვაქვს, ყველას მოვეწონებით. რა კარგია რომ ყველა აქ ხართ. გითხარით რომ ოთახები დაგელაგებინათ, რატომ არ დაალაგეთ? პირველ რიგში აბაზანა გაწმინდეთ, თორმე შესვლას კი შეუძლებელია. ეს ჩვენ გვეუბნებით ამას? ჩვენ საბაზანოში ყველაფერი სუფთაა. უი, სოფი, რა? შენ არასდროს დაალაგებ. მერე მოიფიქრეთ რამე? ჩვენ ვიმღერებთ. ჩვენ ვიმღერებთ. და ჩვენ გავრეპავთ. მღერიან და რეპავენ, რაღაც ძალიან მსგავსია.
მოკლედ კალათბურთელები როცა გოგოები იმღერებენ, მინდა რომ ყველა აყვეს და ცეკვავდნენ, ამიტომ უნდა იცეკვოთ. გაიგეთ ბიჭებო, თქვენ იცეკვებთ. არა, მასწავლებელმა იქ გთხოვთ. მასწავლებელმა იქ ჩვენ ძალიან მაგარი სიმღერა გვაქვს. ხო, მასწავლებელმა იქ თუ შეიძლება ვიმღეროთ, ახალ გოგოებზე დავწერით. მხოლოდ მოკლე ქვედაბოლოებზე შეგიძლიათ იმღეროთ. კარგი, ხვალ ვნახავთ რა მოამზადეთ. ახლა წადით და დაალაგეთ ოთახები. ბიჭებო, ახლა თქვენი ოთახები უნდა შევამოწმო. ჩვენი ოთახები? არა, უნდა დავასწროთ. ბანი, არ ნერვიულობთ ამახლების გამო? ისე რა, ჩვენ უნერვიულობთ სამაგიეროდ. კარგი ბანი, ძილინებისა. ხვალ გნახავთ. ძილინებისა ბაყებო. კარგი გოგოებო, ახლა დავიძინოთ? არა გოგოებო, ჩვენი ოთახი უნდა დავალაგოთ. გახსოვთ გუშინდელი წვეულების შემდეგ რას გავს? თან მასწავლებელი მაიკი არ გვინდა რომ გაგვიბრაზდეს. მაინც დავალაგებთ ოთახს. კარგი ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ხვალისთვის უნდა მოვემზადოთ. კარგად. დიმა, აქ არაფერი გესაქმება, წადია დაალაგე შენი ოთახი. მეგობრებო, ხო გაიგონეთ რაც ვთქვით. 1 2 3 დიმა, შენ აქ არაფერი გესაქმება, წადი და დაალაგე შენი ოთახი. მეგობრებო, ხო გაიგონეთ რაც ვთქვით. მწვრთნელოები ვარჯიშის შემდეგ მოვალთ თქვენთან და ძალიან ბევრ რაღაცას მოგიყვებით. არ ფიქრობთ რომ მწვრთნელები უნდა დაბრუნდეს? კი, იმიტომ რომ გოგოებთან დახმარება დაგუჭირდება. კარგი, 1 2 3 არ მგონია როცა მედაზების სკოლაში ვიქნებით შენ გამოიჩხუბოთ. ხო, ეს რაღაც ვეთანხმები, მაგრამ მორჩა. გოგოება, მოდი სიმღერა მოვიფიქროთ. გოგოება, მოდით რეპი მოვიფიქროთ, მოგესალმებით, ახლებო, ან რაღაც მსგავსი. ჩვენი მეგობარი იყავით. ხო და ძალიან გაერთობით. იო! გოგოებო, გენიოსები ხართ. ახლა მოვიფიქრეთ ეს ყველაფერი? კარგი. მოგესალმებით, ახლებო. იო! გვიხარია რომ მოხვედით. კარგი, ბაყაყებო. მაშინ გააკონტროლეთ ეს თავიდან. კარგი ბაყაყებო, თქვენი ეს რეპი გააკონტროლეთ მაშინ და კალათბურთელებო, თქვენი სიმღერა მოკლე